მოგესალმებით მეშვიდე კლასელებო. დღევანდელი ჩვენი შეხვედრის თემაა სამკუთხედის სიმაღლე ბისექტრისა მედიანა. გავხსენოთ ზოგი რამ სამკუთხედის შესახებ. ავაგოთ ABC სამკუთხედი. A, B და C წერტილები სამკუთხედის წვეროებია, A, B, BC და AC მონაკვეთები სამკუთხედის გვერდებია, კუთხე ABC, კუთხე BAC, კუთხე BCA სამკუთხედის კუთხეებია, სამკუთხედის კუთხეები ასევე შეგვიძლია ჩავწეროთ 1/100-იც, კუთხე A, კუთხე B, კუთხე C, ვიცით სამკუთხედის პერიმეტრის გამოსათვლელი ფორმულა, სამკუთხედის პერიმეტრი გვერდების სიგრძეთა ჯამის ტოლია. გავიხსენოთ დამოკიდებულება სამკუთხედის გვერდებს შორის, სამკუთხედის უტოლობა. სამკუთხედის ნებისმიერი გვერდის სიგრძე ნაკლებია დანარჩენი ორი გვერდის სიგრძეთა ჯამზე. ნახაზის მიხედვით დაასახელეთ, რომელი სამკუთხედი არ არსებობს. სამკუთხედის უტოლობის შემოწმება საკმარისია უდიდესი სიგრძის გვერდისთვის. მოცემულ სამკუთხედში 18 ნაკლებია 12-ისა და 8-ის ჯამზე, ამიტომ ესეთი სამკუთხედი არსებობს. მოცემული სამკუთხედისთვის უდიდესი გვერდის სიგრძე 14 არ არის ნაკლები 6-ისა და 7-ის ჯამზე, ამიტომ ესეთი სამკუთხედი არ არსებობს. მოცემული სამკუთხედისთვის უდიდესი გვერდის სიგრძე არ არის ნაკლები 4-ისა და 7-ის ჯამზე, ამიტომ ესეთი სამკუთხედი არ არსებობს და მოცემული სამკუთხედისთვის უდიდესი გვერდის სიგრძე ნაკლებია დანარჩენი ორი გვერდის სიგრძეთა ჯამზე, ამიტომ ესეთი სამკუთხედი არსებობს. გავიხსენოთ დამოკიდებულება სამკუთხედის კუთხეებს შორის, სამკუთხედში კუთხეების ჯამი 180 გრადუსია. განმარტოთ სამკუთხედის სიმაღლე. სამკუთხედის წვეროდან მოპირდაპირე გვერდის შემცველ წრფეზე დაშვებულ მართობს სამკუთხედის სიმაღლე ეწოდება. სამკუთხედის სიმაღლეს ავნიშნავთ აი ამ მართი კუთხის ნიშნაკით. მართკუთხა სამკუთხედის A მახვილი კუთხის წვეროდან გავავლოთ სიმაღლე. ნახავთ, რომ სამკუთხედის სიმაღლე ემთხვევა მართკუთხა სამკუთხედის კათედს. ლაკუთხა სამკუთხედის მახვილი კუთხის B წვეროდან გავავლოთ სიმაღლე. ნახაზის მიხედვით ვადგენთ, რომ სიმაღლე გამოდის სამკუთხედის გარეთ. მოახდინოთ სამკუთხედის სიმაღლეების აგების ილუსტრირება. ამისათვის დაგვჭირდება მართკუთხა სამკუთხედის ფორმის სახაზავი. სახაზავის ერთი გვერდი გავაყოლოთ სამკუთხედის გვერდს, ხოლო სახაზავის წვერო შევთავსოთ სამკუთხედის წვეროს და ავაგოთ მონაკვეთი. აი მივიღეთ BH სიმაღლე. სამკუთხედს 3 გვერდი აქვს, დანარჩენი ორი გვერდისთვისაც ანალოგიურად ავაგოთ სიმაღლეები. აგების თანახმად აღმოვაჩენთ, რომ სამკუთხედის სიმაღლეები გადაიკვეთება ერთ წერტილში. თუ სამკუთხედის ერთ გვერდს ავღნიშნავთ A100, მაშინ შესაბამისი სიმაღლე აღინიშნება HA სიმბოლოთი. თუ კი ავღნიშნავთ გვერდს B-ი, მაშინ შესაბამისი სიმაღლე აღინიშნება HB სიმბოლოთი. თუ კი ავღნიშნავთ გვერდს C-ი, მაშინ შესაბამისი სიმაღლე აღინიშნება HC სიმბოლოთი. განმარტოთ სამკუთხედის სიმაღლეები გადაკვეთისას როგორ იქცევიან. მართკუთხა სამკუთხედში ავაგოთ 3-ვე სიმაღლე. აი ნახაზის მიხედვით აღმოვაჩენთ, რომ ეს სიმაღლეები გადაიკვეთებიან ერთ წერტილში და ეს წერტილი მართი კუთხის წვეროა. ეხლა მახვილკუთხა სამკუთხედში ავაგოთ 3-ვე სიმაღლე. ანალოგიურად 3-ვე სიმაღლე იკვეთება ერთ წერტილში და ეს წერტილი სამკუთხედის შიდა არის წერტილია. ლაკუთხა სამკუთხედშიც ავაგოთ 3-ვე სიმაღლე და აგების თანახმად აღმოვაჩენთ, რომ სამკუთხედის სიმაღლეები იკვეთება ერთ წერტილში და ეს წერტილი სამკუთხედის გარე წერტილია. განმარტოთ სამკუთხედის მედიანა. ამისათვის ავაგოთ სამკუთხედი, მოვძებნოთ ერთი გვერდის შუა წერტილი და შევაერთოთ მოპირდაპირე წვეროს. მიღებული მონაკვეთი სამკუთხედის მედიანა. სამკუთხედის მოცემული წვეროდან გავლებული მედიანა ეწოდება მონაკვეთს, რომელიც ამ წვეროს სამკუთხედის მოპირდაპირე გვერდის შუა წერტილთან აერთებს.
სამკუთხედს 3 გვერდი აქვს, სამივე გვერდისთვის ავაგოთ მედიანა, მოვძებნოთ მეორე გვერდის შვაწერტილი, შევაერთოთ მოპირდაპირე წეროს, მიღებული მონაკვეთი მედიანაა. მოვძებნოთ მესამე გვერდის შვაწერტილი, შევაერთოთ მოპირდაპირე გვერდის წეროს, მიღებული მონაკვეთი მედიანაა. თუ კი გვერდს აღვნიშნავთ A-ათი, შესაბამისი მედიანა აღინიშნება MA სიმბოლოთი, თუ კი B-ი აღვნიშნავთ, მისი შესაბამისი მედიანა იქნება MB სიმბოლოთი აღნიშნული და C გვერდის შესაბამისი მედიანა აღინიშნება MC სიმბოლოთი. განმარტოთ ახლა ბისექტრისა. გავავლოთ სამკუთხედის კუთხის ბისექტრისა, მან კუთხე გაყო ორ ტოლ ნაწილად და მოვნიშნოთ ბისექტრისაზე მონაკვეთი, რომელიც სამკუთხედის შიდა არეს ეკუთვნის. მივიღეთ სამკუთხედის ბისექტრისა. სამკუთხედის მოცემული წვეროდან გავლებული ბისექტრისა ეწოდება კუთხის ბისექტრისის მონაკვეთს, რომელიც სამკუთხედის შიდა არეში მდებარეობს. გავავლოთ დანარჩენი ორი კუთხის ბისექტრისაც, მოვიქცეთ ანალოგიურად, ავაგოთ მეორე კუთხის ბისექტრისა და მოვნიშნოთ მონაკვეთი, რომელიც სამკუთხედის შიდა არეს ეკუთვნის. ავაგოთ მესამე კუთხის ბისექტრისა, მოვნიშნოთ მონაკვეთი, რომელიც სამკუთხედის შიდა არეს ეკუთვნის. აი, მივიღეთ სამივე ბისექტრისა. ბისექტრისა აღინიშნება LA-ათი, A-გვერდის შესაბამისი ბისექტრისა აღინიშნება LA სიმბოლოთი, B-გვერდის შესაბამისი ბისექტრისა LB სიმბოლოთი და C-გვერდის შესაბამისი ბისექტრისა LC სიმბოლოთი. ნახაზე აგებულია სამკუთხედის მედიანა, ბისექტრისა და სიმაღლე, რომელი პასუხია სწორი. ჩვენ ახლა ბისექტრისას უნდა შევუსაბამოთ შესაბამისი მონაკვეთი. ნახაზის მიხედვით BK მონაკვეთმა კუთხე გაყო ორ ტოლ ნაწილად, ამიტომ განმარტების თანახმად იგი ბისექტრისაა. C მონაკვეთმა AB გვერდი გაყო ორ ტოლ ნაწილად, ამიტომ განმარტების თანახმად იგი მედიანაა. CO მონაკვეთი მოპირდაპირე გვერდის მართობულია, ამიტომ განმარტების თანახმად იგი სიმაღლეა. განვიხილოთ ჩვენ სახელმძღვანელოში არსებული რამდენიმე ამოცანა. გვერდი A6, ამოცანა ნომერი 4. ABC სამკუთხედში გავლებულია სამივე მედიანა, AK მონაკვეთის სიგრძე არის 2 სანტიმეტრი, B მონაკვეთის სიგრძე არის 3 სანტიმეტრი, AN მონაკვეთის სიგრძე არის 15 სანტიმეტრი, უნდა ვიპოვოთ ABC სამკუთხედის პერიმეტრი. ABC სამკუთხედის პერიმეტრი გამოითვლება ფორმულით AB-ს მივუმატოთ BC მივუმატოთ AC. ვიცით რომ AM, BK და NC მონაკვეთები სამკუთხედის მედიანებია, ამიტომ AM, BM და AK მონაკვეთები შესაბამისად სამკუთხედის გვერდების ნახევრებია. გამოთვლების შედეგად ვღებულობთ, რომ AB მონაკვეთის სიგრძე 3 სანტიმეტრია, BC მონაკვეთის სიგრძე 6 სანტიმეტრია, AC მონაკვეთის სიგრძე 4 სანტიმეტრია. ამიტომ თუ კი ამ მონაცემებს შევიტანთ სამკუთხედის პერიმეტრის გამოსათვლელ ფორმულაში, მივიღებთ, რომ სამკუთხედის პერიმეტრი 13 სანტიმეტრია. ამოცანა ნომერი 5, გვერდი A7. ABC სამკუთხედში AB მონაკვეთის სიგრძე 10 სანტიმეტრია, BC μονაკვეთის სიგრძე 8 სანტიმეტრია, წვეროდან გავლებული BD მედიანა 5 სანტიმეტრია. უნდა ვიპოვოთ ABC სამკუთხედის პერიმეტრი, თუ ABD სამკუთხედის პერიმეტრი 21 სანტიმეტრია. ABC სამკუთხედის პერიმეტრი გვერდების სიგრძეთა ჯამის ტოლია. აქ მოცემულობის თანახმად AB და BC გვერდის სიგრძე ვიცით, არ ვიცით AC გვერდის სიგრძე. დავწეროთ მეორე ABD სამკუთხედის პერიმეტრის გამოსათვლელი ფორმულა, თუ მონაცემებს შევიტანთ, დავადგენთ, რომ AD გვერდის სიგრძე 6 სანტიმეტრია. შესაბამისად, AC გვერდის სიგრძე ორჯერ მეტია AD გვერდის სიგრძეზე, ამიტომ გამოთვლების შედეგად ვღებულობთ, რომ 12 სანტიმეტრია. თუ კი ამ მონაცემს შევიტანთ ABC სამკუთხედის პერიმეტრის გამოსათვლელ ფორმულაში, მივიღებთ, რომ ABC სამკუთხედის პერიმეტრი 30 სანტიმეტრია. აი ყველაფერი ის, რისი თქმაც მინდოდა დღეს თქვენთვის. იმედია, შეხვედრამ საინტერესოც ჩაიარა. მე გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.